მოგესალმებით მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში და გაგაცნობთ დღის განმავლობაში მომხდარ ყველა სიახლეს. თავდაპირველად ქართული ამბები გავიგოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. ასე რომ თუ თქვენ გაინტერესებთ, რა ხდება კინოსა და მუსიკის სამყაროში, უყურეთ პროგრამა ინფორმატორს. კლუბ 16 რაუნდში რადიო უნივერსის ყველა გულშემატკივარი შეიკრიბა. აქ ქართული შოუ-ბიზნესის ახალგაზრდული თაობის ყველა ის მომღერალი იყო, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება რადიოსთან. შეიძლება ითქვას, ეს იყო მცდელობა იმისა, რომ რადიო ეთერს ზაფხულის თბილ საღამოს კლუბური სახე მიიღო. თანაც მოსმენის პარალელურად სანახავიც გამხდარიყო. მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, ქართველი მომღერლები, რომლებიც რადიოს ეთერში დიჯეებად გვავლინებიან, ამჯერად კონცერტს უძღვებოდნენ და მათ საღამო რადიო უნივერსის ახალგაზრდა სტუმრებს დაუთმეს. როგორც გავიგეთ, ასეთი საღამოები კიდევ იგეგმება. გადავწყვიტეთ, რომ სტილისტურად ძალიან არაგვერია, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ვაპირებთ საღამოების განმეორებას და დავუშვათ მეორე საღამო შეიძლება იყოს უფრო ქალაქური სტილის საღამო და ასე შემდეგ. ეხლა არის ძირითადად ახალგაზრდული შემადგენლობა, ის ხალხი, რომელიც ჩვენს რადიოში მეტნაკლებად ხშირად ტრიალებს, უფრო ხშირად. ეს არის აბსოლუტურად სუბიექტურად შერჩეული, ეს არის ის ხალხი, ვინც ჩვენ რადიოს უყვარს. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი რადიოა. დიდი სიამოვნებით უდგავარ მხარში, ძალიან მიყვარს. ყველა მუსიკალური წამყვანი სათითაოდ სცენაზე აიყვანს, ასე ვთქვათ, თავის ფავორიტს. უნივერსში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ინკოგნიტო სახით, ია ჩანდლაძის სახით, საერთოდ ძალიან მიყვარს ეგ რადიო, ვუსმენ ხშირად და ხშირად მიწევს მაგათთან ურთიერთობა, მეგობრობა და ამ მეგობრობას ვაგრძელებთ დღესაც და ძალიან კაი რომ ამიტომაც მოგცა იმის საშუალება, რომ დღეს დავისვენო და კაი დრო გავატაროთ. ძალიან მიყვარს უნივერსი რადიო, მიყვარს მთელი კოლექტივი და მე მინდა რომ ბევრი წარმატება უსურვო მას. ეს უერთდები მამული ჩას, უსურებ ბევრს მენელს და წარმატებებს. შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფი რონდო ამ ზაფხულს დასასვენებლად ვერ მოიცლეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგონებმა წარმატებით გაიარეს პირველი ტური ალმა-ატას ფესტივალისთვის, გოლოს აზია. ახლა მათ მოწვევა მიიღეს და საქართველოს სახელით ფესტივალის ფინალში წარსდგებიან. ეს ყველაფერი აგვისტოს თვეში მოხდება. მთელი ჩვენი ყურადღება გადასულია ალმა-ატის კონკურსზე, ანუ აზიის ხმებზე და მინდა ვთქვა, რომ არ ვიცი, შრომობთ რაც შეგვიძლია ბევრს თავდაუზოგავად, როგორც ქორეოგრაფიაში, ასევე ვოკალში და ვნახოთ რა იქნება ყველაფერი წინ არის და რა ვიცი, ჩვენ გვინდა გამარჯობა. და აგვისტოს დასაწყისში მიწვეულები ვართ ალმა-ატაში, რომ წარვადგინოთ საქართველო. ვნახოთ რა იქნება ღვთისნებით თუ წავედით და გავაკეთეთ რაიმე კარგი. ძალიან გაგვეხარდება. მანამდე კი გოგონები კიდევ ერთ პროექტში არიან ჩართულები. ივლისის ბოლოს გრიგოლეთში გაიმართება კურორტის გახსნა, რისთვისაც იგეგმება საპრეზიდენტო კონცერტი. ჯგუფი რონდო ამ საღამოს ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იქნება. ამჟამად სწორედ ამ პროექტისთვის მიმდინარეობს რეპეტიციები. დღეს უყურებდით მათ პირველ რეპეტიციას ჩვენ სტუდიაში და მე აღფრთოვანებული დავრჩი მათი აი ამ მონაცემებით, რასაც ქვია მოძრაობა, სასცენო და პლასტიკა და დავწმუნდი რომ მათი სმენა და ყურება ერთნაირი სიამოვნება არის საერთოდ მაყურებლისთვის რა.
საქართველოს ბანკი მერვე საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი წარმატებით გრძელდება და ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კონცერტებს ამინდიც მაქსიმალურად უწყობს ხელს. ფესტივალის პროგრამით მეორე დღე ქართულ მუსიკოსებს დაეთმო და გუსტბაზე ორმოქმედებიანი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გივი გაჩეჩილაძის ორკესტრმა და ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს. ფესტივალში, რომელიც 2 ივლისამდე გაგრძელდება, ძალიან საინტერესო უცხოელი მუსიკოსების კონცერტებია დაგეგმილი. მათ შორისაა Mike Friends, Chris Goldie და Marferi წარდგებიან ამურების წინაშე. ძალიან მაღალი დონის ფესტივალია და ძალიან წარმომადგენლობითი. მე ძალიან მიხარია, რომ გამოვდივარ ამ ფესტივალზე და შესანიშნავ მომღერლებს ვუწევ, ასე ვთქვათ, პარტნიორობას და შესანიშნავ ჯაზმენ, ქართულ ჯაზმენ მუსიკოსებს მე ვასრულებ სამბას, რომელიც იქნება აზიური გაფორმებით, ჩემეული ინტერპრეტაციით, იმპროვიზაციით, აი მიყურებთ ალბათ ინდურ სტილში ვარ გადასყვეტილი. ეს თემასთან ახლოს არის. Samba spudu mais que na samba me pede que ძალიან ბედნიერი ვარ რომ ხვდა წილად ის პატივი მე მეღო მონაწილეობა ამ ჯაზ ფესტივალში სადაც მართლაც რომ გამოდიან სოფლიო მუსიკის ჯაზის მეტრები და დღეს შევასრულებ მაია კაჭკაჭიშვილი ჯადოსნური გამოცანა ორკესტრთან ერთად და დუეტს მაია ბარათაშვილთან ერთად მაკაცკიტიშვილის სადახარ. ირაკლი ნოზაძეს, იგივე პიკასოს, მართალია დღეს როგორც ქუჩის ბიჭების ექს-წევრს ისე მოიხსენიებენ, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მოუწევს იმასთან შეგუება, რომ ის ახლა სოლო შემსრულებელია და ის ამჟამად სოლო კარიერის შესაქმნელად მუშაობს. ყოველი შემთხვევისთვის ამ დროისთვის მის ანგარიშზე ჯგუფიდან წამოსვლის შემდეგ ერთი სიმღერა და ახლა უკვე ერთი ვიდეო კლიპია. კინოთეატრ ამირანში სწორედ ამ ვიდეოს პრემიერა შედგა, რომლის რეჟისორებიც არიან ბასა სამხარაძე და დაჩი დარჩია. თუ როგორ მიმდინარეობდა კლიპზე მუშაობა, ეს ინფორმატორი და თქვენთვის ნაცნობია. რაც შეეხება პრემიერას, აქ პიკასოს ყველა ახლობელი და მეგობარი იყო. სიმღერა არის სიყვარულზე, უბრალოდ რაღაც დაშორებულ სიყვარულზე, ალბათ. და შესაბამისად კლიპიც მე ვთვლი რომ ლამაზი გამოვიდა. პრინციპში ამას ხალხი შეაფასებს უფრო მაინც და გამოყენებული არის ძალიან ბევრი ლამაზი კადრი, არაგამაღიზიანებელი და ალბათ გამორჩეული იმით არის რომ არის გამოყენებული ორი პატარა ცხოველი. ეს არის პატარა ძაღლი, ქეთათოფურიას ძაღლი და კოჯრის მიმდებარე ტერიტორიის კატა, შავი. ადამიანის ამბავი, რომელსაც უყვარდა, თუ უყვარს დღემდე, დაცილდნენ და ერთმანეთს დაუტოვეს თავისი სიმბოლოები. ქალს დარჩა ძაღლი და ბიჭს დარჩა კატა, ქალის სიმბოლო. და ფერებში უკვე ესენი ნამდვილად გვანან ერთმანეთს. როცა ბუჩი თავისთვის ერთობოდა და ჩემი ყურადღება იყო მიპყრობილი მარტო აი ამ პატარა საყვარელ არსებაზე, გამოსვლისთანავე მსგავსება ვიპოვე, შეხედვისთანავე მსგავსება ირაკლის და ბუჩის შორის, ფერები შეიძლება რაღაცა და ყველაფერი აქედან აეწყო რა, მე და ბასა. შეგიძლია ნახო, ბუჩი არის
ქეთათოფურიას ძაღლი, შარპეიჯი, შარპეიჯის შეგიძლია ნახოთ როგორ გავს ირაკლი და ბუჩი ერთმანეთს. სიმღერა არის არაჩვეულებრივი და ძალიან ლამაზად ასრულებს ირაკლი ამას. ძალიან მომეწონა. ძალიან მიხარია, რომ პიკასომ დაიწყო თავისი ასე ვთქვათ სოლო მოღვაწეობა, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მართლა ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ძალიან ნიჭიერები არიან რეჟისორები და ძალიან კარგი გამოვიდა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და წარმატებებს ვუსურვებ. ეს უამბობდი იმ პერიოდში, როცა ჯგუფიდან ირაკლი წავიდა, რომ ირაკლი ძალიან ნიჭიერია და თავის გზას იპოვის მეთქი და ზუსტად დასაწყისისთვის არაჩვეულებრივი დასაწყისია და მინდა მიულოცო მას, მიულოცო მის თაყვანისმცემლებს ეს ლამაზი კლიპის გადაღება. კინოთეატრ რუსთაველში მსოფლიო პრემიერის ფარგლებში ფილმის სპაიდერმენი 2-ის პრემიერასთან დაკავშირებით უკვე ტრადიციად ქცეული პრესკონფერენცია გაიმართა. ფილმს 66 ქვეყანაში, მათ შორის თბილისშიც 1 ივლისს უჩვენებენ დიდ ეკრანებზე. სხვათა შორის ამ სეზონზე ეს არის კინოთეატრ რუსთაველის ბოლო მსოფლიო პრემიერა. მელოდრამები რაც გას სპაიდერმენი 2, ადამიანი ობობა 2. მოგეხსენებათ ერთ-ერთ ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდი მოლოდინი არსებობს ამ ფილმისა და უფრო პატარა ასაკის მაყურებლებში და არა მარტო ასე რომ თქვა ჩვენ ველით რომ საკმაოდ დიდი წარმატებით ჩაივლის ეს ფილმი და საინტერესო იქნება მაყურებლებს. ყოველ შემთხვევაში წარმოებლები ფილმისა ძალიან კარგ სანახაობას გვირდებიან. მე პირადად ვიმედოვნებ რომ მეორე სერია სპაიდერმენისა უფრო დინამიური იქნება ვიდრე პირველი და შესაბამისად უფრო წარმატებულიც ასე ვთქვათ.